ქალბატონი თამარ არღვლიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ და ხელით მოკლული დავით ცინდელიანის დედა გესალმებით ქალბატონო თამარ, რა ვიცით, თქვენ მართლა ძალიან ძნელი იყო დღეს თქვენი მოწვევა აქ, იმიტომ რომ არ არის ადვილი იმ ყველაფრის კიდევ ერთხელ გახსენება, რაც თქვენ გადაიტანეთ და რაც თქვენ გადაგხდათ თან იმ წლების განმავლობაში, განსაკუთრებით იმ პერიოდში, როდესაც მართლა ვერაფერს ვერ იგებდით, რა ხდებოდა თქვენ თავს და დიდი ბოდიში რო ასე შეგაწუხეთ, მაგრამ იქნებ კიდევ ერთხელ გავიხსენოთ, რა ვიცი, რამდენადაც შეძლებთ და იმიტომ რომ ჩვენ საზოგადოებას აქვს უფლება იცოდეს რა ხდებოდა, სად ცხოვრობდით, რამდენად გაუფასურებული იყო ადამიანის სიცოცხლე და გთხოვთ თუ გაგრძალა. კიდევ ერთხელ მოგესალმებით ყველას. ბოდის გიხდით, რომ ჩემი გაუსაძლისი სიმწარე მოგახვიოთ და ამით დაგამძიმოთ. ყოველ მხრივ გაუბედურმეულმა დედა. ახლა მოკლედ მოგიყვებით, როგორ გააუბედურა სააკაშვილის სადისტურმა ნაციონალიზმის მთავრობამ, სისხლის მსმელი სააკაშვილის მთავრობამ, ჩემი შვილი და ოჯახი ყოველგვარი დანაშაულის გარეშე. მიზეზი პოლიტიკური შეხედულებები, პირადი კონფლიქტები და შურის ძიება. ჩემი შვილი დათო ცინდელიანი 2008 წლის 16 აგვისტოს დაიბარეს ვითომ თათბირზე სატყეო დეპარტამენტის თანამშრომელებმა ზევიდან დაკვეთით ახალაიას, მთავრობის პირადად ახალაიას დაკვეთით და დაიბარეს ლაშაჭკადუამ და ბადრი მამინაშვილმა ვითომ თათბირზე ქუთაისში. მოკლედ მოგიყვები, შიგ-დაშიგ თუ შეგიძლიათ რომ კითხვები დამისვათ, ყველაფერზე მზად ვარ გიპასუხოთ. ხო და როგორც შევიდნენ ქუთაისში, დახვდა ქუთაისის 9 კაციანი სპეცნაზი, რომელსაც ზემდგომი ორგანოებისაგან დავალებული ჰქონდათ, გაეტაცათ ჩემი უდანაშაულო შვილი და დახვდნენ და გაიტაცეს. მამას წაართვეს და მის თანხმდებ პირებს ხელიდან. პირდაპირ ჩაიყვანეს ბათუმში, აიყვანეს ნავზე, დახვრიტეს. სამხილ ის რო არ ყოფილიყო მტკიცება, ბეტონის ფილები გამოაბეს. ზღვაში გადააგდეს, ზღვაში ჩაძირეს, ზღვის ბინადრების ლუკმა გამიხადეს. ჩემი შვილი გვამიც არ მაღირსეს დასამარხად. ახლა ძალიან მწვენია შვილის ქება. თავიდან 2 შვილი მყავდა და მე პედაგოგი ქალი ვარ და ისევ ზრდიდი შვილებს, რომ სამშობლოს პატრიოტები ყოფილიყვნენ. ჩემი შვილი დათო ცინდელიანი განსაკუთრებული იყო, არ მწვენია ვინც ახლა მემისმენს, გინდა ჭუბერელი იყოს, გინდა უნივერსიტეტელი ამხანაგი იყოს, გინდა ლექტორი იყოს, იმას წინაშე რომ გამორჩეული იყო დაბადებიდან. როგორც ბავშვობიდან იყო ნიჭიერი, სწავლის მოყვარე, შრომის მოყვარე, უაღრესად წესიერი, ბავშვობიდანვე დაიწყო ლექსების წერა, კარგად ხატავდა, მისი ლექსები იბეჭდებოდა საბავშვო ჟურნალ-გაზეთებში და დიდ მოწონებასაც იმსახურებდა. წარჩინებით დაამთავრა ჭუბერის საშუალო სკოლა. იმავე წელს ყოველგვარი პროტექციის და დახმარების გარეშე ჩაირიცხა თბილისში ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში ისტორიის ფაკულტეტზე დიპლომატიის განხრით. აქაც ბევრს მუშაობდა თავის თავზე. ჩართული იყო უნივერსიტეტის ყოველგვარ საზოგადოებრივ საქმიანობაში, სამეცნიერო წრეებში. მისი ნაშრომები ძალიან მოწონებას იმსახურებდა და შევიდა უნივერსიტეტის ოქროს ფონდში. სტუდენტობის პირველ დღეებიდანვე ჩაება ეროვნულ მოძრაობაში, გამოდიოდა მიტინგებზე, საკუთარი აზრი გააჩნდა ეროვნულ მოძრაობასა და მის ლიდერზე, ზვიად გამსახურდიაზე, სადაც დიდ მოწონებას იმსახურებდა. 2000 წელს
წარჩინებით დაამთავრა ჯავახიშვილის უნივერსიტეტი და კარგად ფლობდა უცხოენებსაც. დღე და ღამეს ასწორებდა მეცადინეობაში. დიდი სურვილი ჰქონდა მუშაობა დაიწყო თავის პროფესიასთან შესაფერი სამუშაოზე. ვის არ მიმართა? დიდხანს უმუშევრადაც იყო. იმ დროს ვაკანსიები გამოჩნდა ზუგდიდი სამეგრელოს სვანეთის გუბერნატორ გიგი უგულავას გუბერნიაში ვაკანსიები იყო. ტესტირება კარგად ჩაიარა, მაგრამ მოთხოვნა არ დაუკმაყოფილეს. განცხადებით მიმართა სააკაშვილსაც, სტუდენტობის პერიოდში კარგად იცნობდა სააკაშვილი და ამ იმედი ჰქონდა, რომ დაუკმაყოფილებდა მოთხოვნას, მაგრამ იმისგანაც უარი ეთქვა. იძულებული გახდა თავის პროფესიასთან შეუფერებელ სამუშაოზე სატყეო დეპარტამენტის რენიჯერად დაეწყო მუშაობა სატყეოში. აქაც პირნათლად ასრულებდა მის მოვალეობას. ის იყო სამშობლოს პატრიოტი. ძირის ძირობამდე განიცდიდა იმას, რაც ხდებოდა ჩვენს ქვეყანაში. ქუჩაში ბიჭების დახვრეტები, ციხის ამბები, კოდორის ამბები და სახელდობრ ნორა კვიციანის უდანაშაულო ქალის ჩემი რძლის ბიძაშვილის მეუღლე იყო, მისი დაჭერა და უდანაშაულოდ დასჯა. ყველაფერს ამას განიცდიდა, გულთან ახლოს მიჰქონდა და როცა შეხვდებოდა ამ ნაციონალებს, პირს შეახლიდა მათ ციბინძურეებს. მისმა ასეთ ხასიათმა განაპირობა ეს მისი ბედის წერა. სახელდობრ, როდესაც კოდორი თოფის გაუსრულებდა და უბრძოლად ჩააბარეს სადისტურმა სააკაშვილის მთავრობამ, კოდორიდან გამოსული და ჯარი და თვითონ უფრო ადრე გამოვიდნენ ბავშვები, ქალები, მოხუცები უპატრონოდ მიატოვეს, იმათი თავშესაფარი გახდა ჩემი ოჯახი. ეცოდებოდა ტოვილები, ემსახურებობდა მათ, დაჰყვებოდა ყველგან. ერთხელ შეხვედრა ჰქონია თბილისიდან ჩამოსქონდათ. ბავშვი გაყვებოდა ყველგან ამათ. ხო და შეხვედრა ჰქონიათ თბილისიდან ჩამოსულ მაღალჩინოსნებთან და კოდორისთან გადმოსულ კუდის თანამშრომლებთან, ამ ტოვილებს და მათმა საკადრისად ვერ ილაპარაკეს, ესეც ჩარეულა ლაპარაკში და უთქვია საყვედური, რომ კოდორი თოფის გაუსრულებლად ჩააბარეთ, ბავშვები, ქალები უკან მიატოვეთ, ახლა მაინც რატომ არ ზრუნავთ ამათ პირობების შექმნაზეო. კამათის დროს ის მიუყოლებია ბოლოს, თქვენი დრო დათვლილია და მერე შეძრებითო. ეს კუდის თანამშრომელები იქ ისიც ჰქონდათ თავიანთი ის და იმ საღამოს იქ დარჩენილან ყველაფერი შეუსწავლიათ, ვინ იყო ეს ბავშვი ბიჭი, რა ავტორიტეტით სარგებლობდა ხევში და იმ წელს არჩევნები სტარდებოდა და ალბათ შეეშინდათ, რომ ხალხი მის მხარეზე არ გადაებირა. ხო, არ გავიდა ამის შემდეგ 10 დღე 2016 წლის 2008 წლის 16 აგვისტოს თითქოს თადბირზე დაიბარეს ამ დეპარტამენტის თანამშრომელებმა ლაშაჭკადუამ და ბადრი მამინაშვილმა ზევიდან თავრობის დავალებით დაიბარეს ჭუბერის და მგონი მთელი სვანეთის თანამშრომლები, აი ამას ვერ ვიტყვი, მაგრამ როგორც ასეთი ვიცი, რომ ჭუბერის თანამშრომელები და როგორც კი ახლა ეს მოკლედ მოვყვები ყველაფერს, მერე დამისვით კითხვები იქ როგორ მოხდა დაჭერა, როგორც შევიდნენ ქუთაისში, წინ დახვდა 9 კაციანი სპეცნაზი, იკითხეს დათო ცინდელიანი, გადმოვიდა მანქანიდან, როგორც გადმოსულა ესე, ორ კუდის უფროს რომ მოუკიდია ერთიდან ხელი, უთქვია, ხომ არ გაგიჟდითო რა მოხდაო? და მერე უსიტყვოდ გაყვა. და როცა მამამ დაინახა, ყნიდან მიაძახა. სად მიყავთ, ხო არ გაგიჟდითო? უთქვიათ, რომ პოლიციის სამმართველოში მოდით და იქ გაიგებთო. ახლა იმის მერე რომ მოსულან უკან, ცოტა შეაგვიანდათ, იმიტომ რომ გასაღებიც მომძრალი ქონია მანქანას და გადაურეკიათ, ვინც დაიბარა მამინაშვილისთვის მგონი და იმისთვის. ლაშაჭკადუასთვის ისინი ეს ამბავი რო გაიგეს, გაქცეულან თბილისში.
ესენი საღამოს მისულან როგორც მანქანით ისე პოლიციის სამმართველოში და იქ უთქვიათ რომ გოგოების გატაცებული არის ან საზღვარზე გადასულიო და მერე დაუწყიათ ვითომ ძებნა იქ შემდეგ გააჟონა საქმემ ჩვენ ჩავრთეთ ხელად ჩვენი კეთილი პატიოსანი სახალხო დამრცველი სოზარ სუბარი დღე და ღამე მოსვენებას რომ არ ვაძლევდი თემ თავის ძალისხმევას არ მიშურებდა ამ საქმის გამოძიებისთვის მაგრამ ვერაფერ შედეგს ვერ ვაღწევდი მე ცოცხალი მეგონა არ მეგონა რომ იმას სასიკვდილოდ გაიმეტებდნენ უდანაშაულოთანაც დიდ მადლობას მოგახსენეთ და ბოდისკიხდი შვილო დღე და ღამე მოსვენებას არ გაძლევდი და თელ თქვენს ძალისხმევას არ იშურებდით და გვერდში მოგდგომოდით მაგრამ ვერაფერს ვერ ხვდებოდი მაშინ იქ გასკდა საქმე რომ ერთი დასწამე შპიონაჟი რაც ახლოსაც არ არის ჩვენს ოჯახსთან და იმასთან ის იყო სამშობლოს პატრიოტი აგერ სურათიც მაქვს სტუდენტობის პერიოდში ლარსის საზღვარი რო გადმოკვეთეს რუსებმა როგორ სათავეში ჩაუდგა ამ მოძრაობას და ლარსის საზღვარი უკან რო გააწევინეს ლარი ქალბატონო თქვენს ბრძანდებოდით ალია გაზეთი ამის ქებით იყო ყველგან ისა ჩაუდგა სათავეში ამ მოძრაობას და ლარსის საზღვარიც უკან გადააწევინეს სტუდენტურმა მოძრაობამ ყველაფრის სათავეში მაშინ ის იყო ხო და ახლა სად ვარ ხო და არაფერი ის არ ქონდა შპიონაჟი დასწამეს იქ მაგარი ზეწოლის ქვეშ გასკდა იქ ამბავი გავიგეთ რომ ერთი შენობიდან მეორეში გადაუყანიათ იქ შპიონაჟი რაც არისო ის აღიარებდა და საღამოს დაახლოებით ასე 5 საათი რა საათები არ ვიცი 5 საათი იქნებოდა დაახლოებით ასე ჩემი იმით მაქვს წაკითხული ჩაუბარებიათ თბილისიდან წამოსული სამკაციანი სპეცნაზისთვის რომლებსაც ახალაიას ბრძანებით დავალებული ჰქონდათ ჩაეყვანათ თბილისში მიყავდათ ღამე მოკლედ მოუყევი ახლა ყველაფერს და გზაში მაშინ ტანკები ხო იდგა და შემოვლითი გზებით მიდიოდნენ შემოვლითი გზებით და აბასთუმნარ რო ჩასულან ისევ დაურეკია დათა ახალაიას და ზურაბ ყუბლაშვილს რო თბილისში არ ჩამოეყვანათ და პირდაპირ წაეყვანათ ბათუმში და ჩაებარებინათ აფხაზეთის კუდისთვის უფროსი რომან შამათავა ახლა სხვა გზა რა ჰქონდა ჩაეყვანეს გამთენიისას ეს ამბავი ხდება შავაძის დახვრეტის გამთენიის დილას გათენებული არ იყო წინა ღამეს და ეს დახვრიტეს და გამთენიისას ეს ამბავი მოხდა ჩააბარეს რომან შამათავას დაიმარტოვეს მარტო დაანგრეულ შენობაში შეიყვანა თუ მანქანაში დაიმარტოვა და ნახევრად სიცოცხლე იქ მოუსპო ეს იქიდან ჩანს რომ იქიდან რო გადმოუყვანიათ მანქანიდან და უკვე დასახვრეტად მიყავდათ ჩემი შვილი ფეხზე ვერ დგებოდა ჯანღონით სავსე ბიჭი მიწაზე ჯდებოდა თურმე და ამ დროს ორ კუდის თანამშრომელს ამას უბრალოდ რო დავა ამას ყვებით უკვე სასამართლო საქმის მასალებიდან ხო თორე თქვენ მაშინ სასამართლოს ესე იგი გამოძიების შედეგად ყველაფერი ჩემი თვალით მაქვს წაკითხული და ჩემი ყურით მოსმენილი სასამართლოს პროცესი ვიღაცამ შეიძლება იფიქროს საიდან იცისო და მაშინ თქვენ არაფერი არ იცოდით ეს არ იყო სასამართლოს მიერ დადგენილი ანუ ობიექტურ ჭეშმარიტ ეს ტომები და არა თქვენს წარმოდგენებს მოდულის შენობაში ჩემი თვალით წავიკითხე ყველაფერი და სასამართლო პროცესებზე დაამტკიცეს ყველაფერი მოწმეებმა ჩემი ყურით მაქვს ყველაფერი მოსმენილი ტყუილს არაფერს არ ვაპარაკობ ეკლესიური ქალი ვარ ტყუილსაც არ გაურევ ხო და რო ვერ დგებოდა ფეხზე გენავი წინასწარნაშოვნი ჰქონიათ მაშინდელი აჭარის კუდის უფროსი თეიმურაზ პატარიძისგან სანაპიროზე ის ხდებოდა იცოდნენ ორ კუდის თანამშრომელს იქით-აქიდან მოუკიდიათ ხელკავით მიყავდათ თავზე შავი ტომარა ჩამოუცვიათ მიყავდათ ასე უკნიდან იმ დღეს ტელეფონით დაბარებული ერთ-ერთი კუდის თანამშრომელი სახელი და გვარი უთქვა
ხო, ონისიმე კვაშილავა ქრისტიანი კაცი, სურათებს უღებდა უკნიდან უკვე. ეს რო დაუნახია უკან მოუხედი ამ კილერ, ნარკომან შამათავას უთქვია, მოდი უზბეკ ფოთში წაყვევიო. რა, სხვა რა გზა ჰქონდა იმასაც და გაყოლია უკან. ჩამჯდარან ნავში, წინ გიორგი ჩიქოვანი ნავის მძღოლი და ეს სადისტი შამათავა უკან, ჩემი შვილი და კვაშილავა. შესულან ზღვაში 2-3 კილომეტრზე შევიდნენ. ტალღების მოძრაობის შედეგად ნავი რომ მოძრაობდა, კვაშილავა შეეკითხა თურმე რა არისო და გვერდებისკენ უნიშნია ხელი. სიტყვებით არაფერს არ ამბობდა ეს. არც არ დამხრიტოთო, არც არაფერს. და მაშინ შამათავას უბრძანები აყენ და წინ დასვიო ნავის კიჩოზე. აყენა თუ არა იმ წუთში ამოიღო თავისი პისტოლეტი, პირდაპირ თავში დაახალა და ერთი გასტროლით მოკლა. იმის მაგივრა, აი ადამიანი ამას რო იზამს. აი და უთქვია კიდევ, აი რა მაგარი ერიხო ყოფილაო, მეორე გასროლა აღარ დამჭირდაო. იქვე დაცემულა. ნავში სისხლის გუბე დამდგარა. წინასწარ გამზადებული ბეტონის ფილები მოუმარჯვია, გამოუბია ისინი და ზღვაში ჩაუძირია. გადააგდო ზღვაში, ზღვის ცხოველების ლუკმა გამიხადა, ასეთი აღზრდილი, აი მთელი ხალხის წინაშე ვლაპარაკობ, რომ ერთი ადამიანი ვერ მეტყვის სირცხვილს, რომ რატო აქებ შენ შვილსაც. რომ ღირსი ყოფილიყო მე, დედა ასე ვერ ვილაპარაკებ. ხო და გადააგდო ზღვაში ჩაძირა ზღვის ბინადრების ლუკმა გამიხადა. გვამის არ მაღირსეს და სამარხად რომ მოვკვდები ახლა, გვამის რომ ხვდებოდეს ჩემი ასეთი გაზრდილი და სანახებო შვილის ყოველდღე განვითარებული, განათლებული, რო არსად არ შემრცხებოდა ესეთი. ხო და ამის მერე გაუფრთხილებია ესენი რა დაღვრემილი სახეები გაქვთო, აქ გოგირწყალმჟავა და გვამს ძვლიანად დაშლისო. თქვენ კი გაფრთხილებო, თუ ეს ამბავი სადმე გაგიმხელიათ, თქვენ სამის კვალს გაგაყოლებთო. შემდეგ გამოსულა ნაპირზე ეს გაურეცხიათ ნავი. ესენი ნახევრად ცოცხლა მკვდრები გამოვედითო და იქ ეს ტელეფონი წაურთმევია, სურათებს რო უღებდა, ესენი ყველაფერი წაუშლია. ისევე ხელახლა გაუფრთხილებია ეს კვაშილავა, რომ თუ სადმე გაგიმხელიათ, თქვენ ამის კვალს ასე გაწირეს. ხო, ახლა ასე გაწირეს ამ დღიდან ჩვენი ოჯახი დიდ პატარა. ჩვენისთანა უბედური არ ამგონია ვინმე იყოს ქვეყანაზე. გავუბედურდით ყველა, დავიჩაგრეთ. დღე დაღამე ვაწუხებდი სოზარს, დღე დაღამე დავდიოდით მე და ჩემი მეუღლე, ვითომ დაიწყო გამოძიება. ავიყვანეთ ადვოკატიც. ადვოკატიც გვაშოშმინებდა, რომ თუ შეიძლება ცოცხალია და თუ ამბოხებას და რაღაც აქციებს მოაწყობთ, შეიძლება არ მოკლანო, იმ მთავრობისგან ყველაფერი იყო მოსალოდნელი. დავდიოდით დღე დაღამე მე და ჩემი მეუღლე, ვის არ მივმართეთ ციხეებში, ყველა სადაც ამისი გაგება შეუძლია, ყველა ინსტანციაში, ყველას მივმართავდით, თხოვნით, რომ დახმარება გაეწიათ, მაგრამ ვერაფერი ვერ. მთელი სვანეთი იყო ამბოხებული. და ჩამოვიდნენ ჟურნალისტების ერთი ბრიგადა, დახვდათ აქ სვანები და სთხოვეს, რომ საჩქაროდ გამოეკვლიათ რა მოხდა. და როცა ჩამოვიდნენ იმაში თბილისში, შინაგან საქმეთა სამინისტროში მივიდნენ, შეხვდნენ ვანო მერაბიშვილს. იმან გაიკვირვა, ვინ არისო დათო, ვითომ. ხო და იმ დღესვე სურათები გამოაქვეყნეს გაზეთებში, ცენტრალურ ადგილებში, ვითომ ეძებდნენ, ანონიმურობასაც პირდებოდნენ, ვინც იმის ადგილ სამყოფელს ეტყოდა და 10,000 ლარის იმასაც დაუნიშნავდნენ. ასე მოგვატყვილეს. მერე კიდევ ეძებდით, საცხაი მედიც მქონდა,
ბატონ მასოზარმა იცის როგორ მცხენი ამის წინაშე რამდენს ვაწუხებდი ცოცხალს ვეუბნებოდი ცოცხალი ასე და გახსნეს მისი Facebook-ი მისი სიტყვების მსგავსი ისინი ამოიღეს და ერთ ნაცნობ გოგონას გამოუგზავნეს Facebook-ის წერილი რომ ჩემო ხათუ მადლობელი ვარ რომ არ დამივიწყე მე კარგად ვარ ამჟამად ერთ-ერთი ახლობლის კონსპირაციულ ბინაში ვცხოვრობ ჯანმრთელობის ხრივ კარგად ვარ ესე იგი ჩვენ რო დავეშოშმინეთ მთელი სვანეთი გვერდში გვედგა ხალხის ნაკადი არ ცხრებოდა ყველა ითხოვდა ამის დროზე გამორკვევას რო დავეშოშმინეთ რომ არ აგვეტეხა ამის გამო აი ამის შემდეგ მე შევხვდი მამინაშვილს ერთი კვირა ვიყავით ჩამოსული მე და ჩემი მეუღლე სად არ ვეძებდით და ვურეკავდი არც ისა ჭადვა ხდებოდა არც მამინაშვილი ბორჯომში არიანო წასული ხანძრის ჩასაქრობად და მე დაურეკე ბოლოს მამინაშვილს და უთხარი თბილისიდან ცოცხალი არ წავალ თქვენ თუ არ შემხვდებით და თქვენ თუ არ შემხვდებით ტელეფონზე ღამით შევხვდი თავის კაბინეტში სატყეო დეპარტამენტში და მაგიდის ქვეშ ჩოქებით დავვარდი ხელკავით დავყავდი მაშინ ხალხს თორე ნორმალური სიარულიც არ შემეძლო და თხოვე მამინაშვილს რომ არსად არ გაგიმხელ მეთქე ოღონდ მითხარი ვის მიერ არის დაყვანილი რო გვეუბნებოდნენ გოგოების გატაცებული საზღვარზე გადასვლა და მითხრა მე არაფერი არ ვიციო თუ არ მიჯერებო ჩემ მოძღვართან წამოდი და იქ დაგიმტკიცებო როცა მოძღვარი ახსენა მეც ეკლესიური ვიყავი და დაუჯერე მაგრამ როგორი დასაჯერებელია თვითონ დაიბარა და კარგი ამის შემდეგ შევხვდი მამინაშვილის ვის არ შევხვდი რომელ ინსტანციაში არ ვიყავი ყველას თხოვდი დახმარებას მაგრამ პასუხი არავისგან ერთ ადგილას ახლა კარგად არ მახსოვს შევედი და ვითომ ქუთაისში არისო ესეც მითხრეს ამით დამაშოშმინეს შემდეგ შევხვდი ორჯერ სააკაშვილს ჩემი განცხადებით ყველაფერი მოვახსენე ვისი დავალებით ჩამოვიდა ქუთაისში რომელ ადგილას იყო ბანკის წინ ვიდეო თვალიც იყო დამონტაჟებული ესენი ყველაფერი მოვახსენე ქუთაისის სპეცნაზმა რო აიყვანა ესიც უთხარი ყველაფერი მე ისიც გასკდა იქ ვიცოდი რომ თბილისის სპეცნაზს გადააბარეს მაგრამ მითხრა იმან სააკაშვილმა ორჯერვე მითხრა რომ ისაო აუცილებლად დაგეხმარებიო და იმისი გამომძიებლების მეშვეობით გაიგებო ურეკავდით მივდიოდი ჩავდიოდით ქუთაისში და ისინი გვეუბნებოდნენ ისევ რომ ცოცხალია და დაგიბრუნდებათ ცოტა ხნის შემდეგ ისიც გავიგეთ ერთი ხნის შემდეგ რომ აი გასკდა რაღაცა შიგნიდან რომ დათო მოკლული იყო აფხაზეთის ყუდის უფროს რომან შამათავას მიერ მაგრამ სად როგორ და რა ეს არ ვიცოდით მაგრამ ამასაც ვერ ვამხელდით იმ სადისტური მთავრობის ხელში რომ ჩვენც და ის მოწმეებიც არ მოესპოთ გვეშინოდა ამისი ჩვენ დასაბედნიეროდ და მთელი საქართველოს მოსახლეობის საბედნიეროდ როგორც შეიცვალა ეს სისხლის მსმელი სადისტური მთავრობა და ხელისუფლების სათავეში მოვიდა ჩვენი ოცნების მთავრობა ბიძინა ივანიშვილის ღარიბაშვილის მაშინდელი მთავრობა სამხილი ჩვენ მივეცით და ყველაფერი გამოიძიეს სად როგორ როდის ვინ და დიდ მადლობას მოვახსენებ ყველას დაწყებული მთავრობიდან დამთავრებული გამომძიებლებით ყველას რომ ვინც ამ საქმეში ჩაერია და ყველაფერი ისე გამოიძიეს როგორც იყო და კვლელს რომან შამათავა არც მარტო დასჯილი იგივე საქციელი იგივე ჩაედინა პატაკარდავას მიმართ ახლა სად მსახურობდა ის არ ვიცი შვილი გამოიყვანა იმ დღეს მოიტაცეს ისი ყუდის ხალხმა იგივე ნავში იგივე მკვლელი რომან შამათავა იგი ტყვია მიახალა ეს იგივე მდგომარეობით გადაისროლა და დღეს დედამისიც ამას გადაყვა ამბის მომყოლადაც არ არის დღეს შვილები განერვილდნენ შეიძლება აქაც ვერ ჩამოვიდნენ
და ასე ამწარებდნენ ყველმხრივ. გამწარებული ყავდათ მთელი საქართველოს ნახევარი მოსახლეობა. ხო და დიდ მადლობას მოვახსენებ ყველას. ახლა რა ვთქვა? პირველი დახვრეტა ეს იყო ჩვენთვის, რომ უდანაშაულო შვილი დამიხვიდეს. მეორე დახვრეტა ის იყო, რომ შპიონაჟი დასწამეს, რაც არ იყო მასთან ახლოს. არც გამოძიების შედეგად არ მოიძებნება ერთი ისეთი დეტალი, რომ მაგას შპიონაჟში ბრალი ედებოდეს. არც იზამდა მაგას. ეს რომ ყოფილიყო, ზარზე იმით შეხვდებოდნენ ამ ამბავს. ჩამოიყვანდნენ თბილისში, სასამართლოს მართლმსაჯულებას წარუდგენდნენ, აი ასეთი მოღალატეები ყავდა და ომი იმიტომ წავაგეთ. ამასაც იტყოდნენ და მკაცრად დასჯიდნენ, როგორც იცოდნენ ისე, იქ აწამებდნენ. აი ასეთი უბედურება გადაგვხდა ჩვენ. ამ ამბავს გადაყვა ჩემი მეუღლეც. ვერ აიტანა ამდენი გასაჭირი, რამდენჯერაც ღამე გაეღვიძებოდა საწოლში, ადგებოდა, დაეწყებდა სიარულს და თავის თავს სამდურავს ეუბნებოდა, რატო დაგანებეთ, რატო თავი არ შეგაყალითო. ასე გაგრძელდა. ყველა დავიჩაგრეთ დიდ პატარა ოჯახში. დღეს ჩვენი წინსვლა ნასახლარს კარ ჩემი სახლით. არაფრის გული, ვინც დავრჩით იმასაც არ აქვს. მე ასეთი გაუბედურებული იმ დღიდან მუშაობას შევწყვიტე, არაფრის გული არ მქონდა. მესამე დახვრეტა, მეორე დახვრეტა ის ხარ ეს. მესამე დახვრეტა ის იყო, სააკაშვილი უკრაინიდან ტელევიზიით გამოდიოდა და თავში ნაცარს გვაყლიდა, ლაფს გვასხამდა. ისა შამათავა გმირია, ეს ციხეში რატომ უნდა ეჯდესო? ალბათ ეშინია რომ გამოვიდეს და ვინ არის კიდევ ამ საქმეში ჩარეული, არ გამოიძიოს, იმისი ეშინია. აი ასეთი მდგომარეობა გქონდა ჩემო საყვარელო ადამიანებო. ახლა გამოვტოვე რამე. ახლა ნაციონალებს ვთხოვ, გონს მოდით, ქართველები ვართ ყველა. შეადარეთ ერთმანეთს მაშინდელი მდგომარეობა და ახლანდელი მდგომარეობა. სიტყვის თქმისთვის ადამიანებს როგორ ანადგურებდნენ, როგორ ხრეტდნენ სამართლიანობისთვის. ერთად დავგმოთ ის ბოროტი სადისტური მთავრობა და გვერდში ამოუდგეთ ამ მთავრობას, რომლისგანაც ბევრ სიახლეებს ხედავთ, ბევრ წინსვლას ხედავთ, პირველ რიგში მშვიდობას, მერე ყველგვარ წინსვლას ვენდობით ყველა, იმიტომ გაიმარჯვეს არჩევნებზეც, რომ ხალხი მათკენ არის, ბევრ სიახლეებს ხედავთ. მადლობას მოვახსენებ ყველას, ვინც საქმეში კეთილად ჩაერია, ბევრი მისი ძმაკაციც, ბევრი ჟურნალისტიც. კარგად ჩაერია, აი ლალი აფსიაურმაც გააჟღერა ალიაში, რომ პოლიცია თავადა დამჭერი და იმიტომ არ იძიებსო საქმეს. დიდ მადლობას მოგახსენებთ. ასევე ყველას, ვინც ეს საქმე გააჟღერა და შემდეგ გვერდში გვედგა ჩემი ბატონი სოზარის თან დაწყებული ბევრი შეგაწუხე შვილო, კანონის ფარგლებში თავს არ ზოგავდი, ყველაფერს აკეთებდი, რომ საქმეს გამოგეძია, მაგრამ ვერაფერს ვერ ხდებოდით იმ მთავრობის ხელში და მეც როცა გაიგე თითქოს მიმალავდი და ასეთი სიტყვა გავიგე, რომ დედას ცოცხალი გონია და ქემაინც ბოლომდე ასე ეგონოსო ცოდვა არისო. აი ასეთი ცხოვრება გადამხდა. ახლა ბოდის გიხდი ყველას, ჩემი ემოციებისათვის, ჩემი ემოციები რომ მოგახვი ყველას. და შიგ რაზე და მეკითხებით ყველაფერში გარკვეული ვარ. დღე და ღამე გზაში ვიყავი. 3 ინსტანცია გაიარა ამ საქმემ ყველაფრით და ყველაფერზე შემიძლია პასუხი გაგცეთ. მადლობა მობრძანებისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი დღეს ჩვენს წინაშე გამოსვლა. თქვენ არა მხოლოდ თქვენი შვილის, არამედ
ვერაგულად ესეთი სისასტიკით მოკლული პაატა ქარდავას დედის ნაცვლადაც საუბრობთ. და მადლობა ამისთვის. თქვენ ბრძანეთ, რომ ყველას ხდომას ესწრებოდით სასამართლოში, რომელიც უკვე ქართული ოცნების ხელისუფლების შემდეგ, როცა გამოძიებას რაც იცოდით და შიშით მანამდე ვერ ამბობდით, სხვისი სიცოცხლის დაცვის ინტერესიდან გამომდინარე, მიაწოდეთ და დაიწყო გამოძიება. ხდომებს რომ ესწრებოდით, იქ თუ იყო რაიმე ტიპის ან სინანული, ან აღიარება, ან ბოდიში ვინმესგან, რომ აი ეს დავაშავეთ და ბოდიშს გიხდით. პირველი იმის მერე არც გამოცხადებული იმ დღეს ჩემს ემოციებს ვეღარ ვთოკავდი, მიუვარდებოდი კივილით, რატომ მომიკალი შვილი, რო ვეძახდი იქ. რომან შამათავას. ერთ პირველ პროცესზე იყო მარტო. ვეუბნებოდი, ვკიოდი, ჯერ ყვებოდი ამბავს, რაც ისა იმ ჩემი გამოსვლა იყო იმ დღეს. ხო და მიუვარდებოდი, ვკიოდი, რატომ მომიკალი შვილი, არ მომიკლავს მეუბნებოდა. ხედავ, ასეთ იმას შვებოდა. მერე ჩემი მეუღლე რო გამოვიდა იმ დღეს ჯერ დამუნჯდა და მე მივხვდი რომ წნევა ეს ამბავი იყო და მერე რო დაიწყო და იმ დღიდან ჩაეყარა იმის საქმეს ასეთი ის იმას მე მაინც ვიოხებდი მაინც ქალი ვარ გულს იმის მიმართ და ის დამუნჯდა იმიქ და სიტყვა მერე ძილს მოიტკა. თქვენი მეუღლე მოესწრო ამ პროცესს გამოძიებას რო პროცესებს ყველაფერს მოესწრო და იმას მოესწრო და მე გარდაიცვალა ის ტანჯული წავიდა ის კიდე ტანჯული წავიდა და მეც ასე ტანჯული წავალ ამ ქვეყნიდან რა დამავიწყებს ამ შულს ჩემი სული დაგული მაშინ მქონდა მის აღზრდაში ჩადებული კვირაში ერთხელ ჩამოვდიოდი ყოველ კვირაში როცა სტუდენტი იყო იმ ხელახელ შეწყობა მინდოდა რომ იმდენს მეცადინეობდა რომ არ დასუსტებულიყო. ქალბატონო თამარა, როცა რომან შამათავა მოკლა თქვენი შვილი და ზღვაში ცხედარი ჩაუშვა სიმძიმე გამობმული. რამდენი წლის იყო ის? ის 29-30 წელში. 30 წლის ხდებოდა, სრულიად ახალგაზრდა. თქვენ ბრძანეთ, რომ სტუდენტობის პერიოდიდან ის იცნობდა მიხეილ სააკაშვილს. როგორ იცნობდა და რა იცით მათი ურთიერთობის შესახებ? მათი ურთიერთობის შესახებ ეს ჩემი შვილი მაშინ ეროვნულ მოძრაობაში იყო, გამოდიოდა რა ეს დეტალურად არ ვიცი, მაგრამ საიდან ვიცი თვითონაც ამბობდა და არჩევნებზე რო ჩამოვიდა, ხაიში ეს დაუნახია რო შეხვდნენ ხალხი რო შეხვდა და უცნია ხელად და აი თქვენ ნაირი ახალგაზრდები მჭირდებაო ჩაუხუტია და ესე სურათიც გადაიღო თურმე მაშინ 2004 წელს 3 წელს 4 წელში იქნებოდა ეს პირველად რომ იკრია პირველად როგორ ჩამოვიდა არჩევნებში შესახვედრად იქ და აი ასე ჭუბერში იყო ეს შეხვედრა? არა, ეს ხაიში. და იცნო პრეზიდენტობის კანდიდატმა სააკაშვილმა იცნო თქვენი შვილი და ჩაეხუტა. ხო, ასე. აი ეს ვიცი. თქვენ რომ შეხვდით სააკაშვილს უკვე პრეზიდენტს, თქვენი შვილი გაუჩინარებულია ამ დროს ორჯერ. სად შეხვდით და თუ შეიძლება ამ შეხვედრის დეტალებზე მეტი რომ გვიამბოთ? კი, პირველად შევხვდი მესტიაში. რაღაცა დღესასწაული ტარდებოდა რაღაცას გახსნასთან გზების იყო თუ რაღაცა არ მახსოვს კარგად ახლა როგორ მოგატყუილოთ ზეიმი ტარდებოდა უკრაინიდანაც ჩამოყვანილი ყავდა გუნდის გამოდიოდა პირველ დღეს ძალიან ვიწვალე სასტუმროში იყო და იმ სასტუმროსაც არ მიმხელდნენ რომელ სასტუმროში იყო რომ შევხედრილი ვიყავი ძალიან გამიჭირდა ბოლომდე საღამომდე ვიყავი და ვერაფრით ვერ მოვახერხე თვითონ ისვენებდა და აღარ შემხვდა პირველ დღეს მეორე დღესაც არა და ზეიმზე მივედი იქ და მის გვერდით დავდექი და ის დაცვა რო იყო თავისი თვითონ და ეს დაცვა იქიდან იმათ გვერდით დავდექი მივაღწიე იქამდე ძლევს ამდენ ხალხში შევაღწიე ჩემი განცხადებით და მოვახსენე ასეთი გაჭირვებული დათო ცინდელიანის დედა ვარ ერთი ორი სიტყვა მომისმინე აგერ განცხადება ხელში მაქვს
და მიითხრა რომ ამის დაცვის ვიღაცა იყო თავისი დაცვა ამას გადაეციო განცხადება პირველი ეს იყო მეორე ჭუბერში მოვიდა რაღაცის გახსნას აპირობდნენ იქ გზების თუ რაღაცა და იქ ხოჩეოდა ხალხი გამოივლიდა ხელს ართმევდა ყველას და იქ არ მომცეს დაცვამ საშუალება რომ პირდაპირ და ჩემთან რომ მოვიდა ხელით დავიჭირე და ყველაფერი მოახსენე აგერ განცხადება მაქვს ერთი განცხადება მოგეცი მეორე აგერა მაქვს არაფერი რეაქცია შენგან არ იყო მეთქი ხო და დაცვას მიეციო იქაც ის მითხრა და დაცვას გადავეცი და იმ განცხადებაში ყველაფერი იყო აღნიშნული ვინ დაიბარა სად აიყვანეს ვიდეო თვალიც იყო დამონტაჟებული ვინ აიყვანა ყველაფერი როგორი იყო და თუ ვინ იყო ეს ყველაფერი მოახსენე მაგრამ არავითარი რეაგირება იმის მე იგივე პასუხი მივიღე ცოცხალი არ დაგიბრუნდებათ როცა გაესაუბრეთ თქვენ უთხარით რომ თქვენ იცნობდით ჩემ შვილს და ასე შემდეგ შეახსენეთ ვისი კი ეს უთხარი მაგრამ მომისმინა თუ არა ახლა ტყუილს მე ეკლესიური ქალი ვარ არ ვიტყვი ხმაურიც იყო თქვენ იცნობდით ამას როგორი სტუდენტი იყო სტუდენტობის პერიოდში ეს უთხარით ეს კი ეს უთხარი მაგრამ მომისმინა ისეთ მდგომარეობაში იყო თვითონაც მომისმინა თუ არა არ ვიცი ხმაურიც იყო ახლა იქ რო შევხვდი და აქაც აქ ყველაფერი ჭუბერში ყველაფერი აუხსენი ახლა ასე ხელით რო დავიჭირე სანამ არ გაუშვი სანამ მოვესაუბრე და მითხრა რომ განცხადება იმას ჩააბარე დაცვას გასაგებია კითხვები თუ გაქვთ ბატონი სოზარი ალბათონთან მაგრამ ეს შამათავა გმირიაო რომ გამოაცხადა სააკაშვილმა მესამედ მაშინ მომიკლა შვილო ეს მარტო სააკაშვილმა არა კამპანია ჰქონდათ მთელი წლების განმავლობაში ნაციონალურ მოძრაობაში მთელი კამპანია ჰქონდათ ამ ადამიანზე რომ ეს არის გმირი და ეს არის მათი სახე და მათი სახე ნამდვილად არის და დღემდე პერიოდულად ახსენებენ ხოლმე ეხლა ერთი კითხვა მინდა ეგეთი კითხვა კი არა გაგახსენოთ ეს ამბავი რამდენჯერაც თქვათ დაარეკავდით შევხვდებოდით ერთმანეთს გადავწყვეტით რომ რაღაც ბრიფინგი ჩაგვეტარები ამ ამბავზე უფრო მეტი გვეხმაურა ვიდრე თქვათ თქვენ კი მაქსიმუმს აკეთებდით მაინც გრამმაინც უფრო მეტი რო გაგვიკეთებია იწყებოდა თქვენთან რეკვები გახსოვთ ალბათ ეს ხო იწყებოდა რეკვა რომ არის ცოცხალი და ეხლა თუ ხმას ამოიღებთ ეხლა თუ ზედმეტ სიხმაურებ შეიძლება ვეღარ ნახოთ იყო თუ ასან თუ თვითონ ადვოკატიც გვეუბნებოდა ვინ იყო ეს ადვოკატი ადვოკატი იყო მანანა ჩხეტიანი იმას ეუბნებოდნენ რომ ცოცხალია ო ასე გვეუბნებოდა ჩვენ რომ ცოცხალი არისო და ახლა ნამეტან თუ ახმაურდებითო შეიძლება თქვენ შეეწიროთ და მთელი ამბოხებული იყო მთელი სვანეთის მოსახლეობა ითხოვდა ამ ამბის დროზე გარკვევას და ამით ცდილობდნენ რომ ეს ხმაური ხო ამით დავეშოშმინეთ ჩვენ რომ ვითომ ცოცხალი არის და თუ ახმაურდებით მაშინ გაწირავენ და დახრეტენ ყველაფერი მოსალოდნელი იყო მთავრობისგან ამიტომ მეც მჯეროდა ახლაც მიყვირს როგორ გაწირეს როგორ ასეთი ადამიანობა სადისტორი სისხლის მსმელი მთავრობა ბატონი ალუ და ბატონი ილია ძალიან დიდი მადლობა ქალბატონო თამარ პირველ რიგში იმისთვის რომ თქვენ ნამდვილად ღირსეული დედა ბრძანდებით სამაგალითო დედა თუ როგორ ნამდვილი ქართველი დედა როგორ იბრძვის თავისი შვილის სიმართლისთვის და მე ისევე როგორც დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრი ქართველი ქეთს ვიხრით თქვენ წინაშე დაიხარეთ თქვენი ოჯახის წინაშე ჩვენ ყველანი ვართ ჭირისუფალი თქვენთან ერთად მარტო თქვენ არ მოგიკლეთ არაკაცებმა შვილი და ეს არის გაიხარეს ეს არის ნამდვილად დიდი ტრაგედია ალბათ არ ვიცი ძალიან რთული არის სიტყვების პოვნა როდესაც საუბარი არის ჭირისუფალ დედაზე რომელმაც მოიკრიფა ძალა და მოვიდა და საზოგადოებას ესაუბრება თავისი გაუბედურების და ოჯახის გაუბედურების შესახებ. მე უბრალოდ მინდა
ყველას უთხრა და პირველ რიგში მინდა უთხრა იმ არ ვიცი რა თქვენს გააჟღერეთ აქ და თქვენი ღირსეულობა აქედანაც ჩანს რომ მათ მოუწოდეთ რომ შეეცადეთ რომ ერთად დავდგეთ რაღაცა საკუთარ თავში რომ ძალა იპოვონ როგორმე რომ სიმართლის ხარეს იყვნენ მაგრამ არ ვიცი რამდენად აქვს ამ ყველაფერს აზრი თუნდაც იმისთვის რომ თქვენს ადგილზე არაერთი ადამიანი არაერთი ოჯახის წევრი მეუღლე მჯდარა რომელიც ასევე გააუბედურეს და ამის აპასუხოდ ან ქილიკი ან ცილისამება ან კიდევ უფრო უარესი რასაც ადამიანს ეუბნები რომ არის სიცრუე და როგორ შეიძლება ახლა შვიმკვდარ ადამიანს უთხრა რომ ეს არის სიცრუე კიდევ უფრო მეტი რასაც ჩვენ ხედავთ რომ როგორი დამოკიდებულება ქონდათ ამ ყველაფერთან მიმართებაში თუ ადამიანები ზოგადად ქვია ამ ყველაფერს და ჩვენ ადამიანები ვართ პირველ რიგში ხო მათაც ხო ყავთ შვილები ჩვენ ვართ ხალხი რომელსაც იქნება ვეფხვის დედა ჩემზე მაგრათა სტირისო ხო არც ეს ესმით არც ეს წაუკითხავთ არც ეს შეგონება სმენიათ თქვენ არაერთხელ ბრძანეთ რომ ქრისტიანი ადამიანები ვარ და ხაზე გაუსვით ამას და ეს ქრისტიანობა სიყვარულია პირველ რიგში სხვა არაფერი არ არის და დაფიქრება არის ჩაფიქრება არის საკუთარ თავთან მიმართებაში რომ ჩვენ სიყვარულს უნდა ვემსახურებოდეთ და სხვა არაფერი და დედაშვილური სიყვარული ხომ წარმოუდგენლად და განსხვავებულად დიდი არის ძნელია სიტყვების პოვნა უბრალოდ მე ჩემ კოლეგებსაც წეგან ერთი რამ უთხარი რომ არ ვიცი რაღაც გვაქვს ალბათ დასაფიქრებელი და გასაკეთებელი იმისა რომ ამ ბოროტების ასეთი ბოროტების დაშვება არის წარმოუდგენელი ჩვენ არ გვაქვს სხვა უფლება ქალბატონო თამარ ჩვენ სხვა უფლება არ გვაქვს უბრალოდ წარმოუდგენელი არის რომ ამის დაშვება რომ დღევანდელ დღეს ხედავთ ამას რომ გაუბედურებული დედა და ეს არა კაცები ეს პატარა კაცები როგორი არ ვიცი ამას რა ქვია მაგრამ არ ვიცი ჩემ და სამწუხაროდ არის თუ როგორ არის ეგ დიპლომატია არ მაქვს ეს ალბათ ბევრმა იცის საჯარო გამოსვლებიდან და ალბათ ახლაც არ ვიქნები გამონაკლისი თუ ვიტყვი იმას რომ არ შეიძლება ამ ყველაფერთან მიმართებაში ჩვენ უბრალოდ ვიყოთ ის რომ უბრალოდ შევშფოთთ და ან რაღაც მწუხარებით შემოვიფარგლოთ ამას სჭირდება მოქმედება ხალხს უსმევ არა ქმედება არამედ აქტიური მოქმედება ჩვენი ყველას ვალე არის თქვენ წინაშე თქვენერი ოჯახების ეს თქვენი ოჯახი ხო სიმბოლო არის ჩვენ ყველანი თქვენერი ოჯახის ეს ყველას ოჯახში მივიდოდა ეს ყველაფერი ამიტომ ჩვენ ყველანი ჭირისუფალნი ვართ ჩვენ უნდა გითხრათ თქვენ პატიება და უნდა გითხრათ რომ ჩვენ როგორმე არ ვიცი ძნელი არის მართლაც სიტყვების პოვნა რომ შიმკვდარ ადამიანს დედას უთხრა ის რომ მე მაპატი ჩვენ ყველამ უნდა გითხრათ იმიტომ რომ თქვენ დედა რომელიც აი ბოლო ძალებს იკრებდით იმისა რომ გეპოვათ სიმართლე მე როგორი გულდასმით გისმენდით და მიუხედავად ასეთი სიმძიმისა თქვენ როგორი დაწყობილად საუბრობდით იმას რომ თუ ღირსი არის დასაჯე მართლმსაჯულების წინაშე წარსდგეს და გააგებინე ქვეყანას რომ აი ეს დააშავა ადამიანმა და როდესაც აი ასეთი ფორმით ხდება აი ამ ყველაფრის გაკეთება შვილის მოკლა გაუბედურება ოჯახის და პლუს ამას კიდე ის კიდევ ათმაგად დიდი ასე ვთქვათ ტვირთის აკიდება რომ თითქოს რაღაც ჯაშობა ღალატი და ასე ზღვარი ეს უბედურება ეს არის მეორე დახრეტა ჩვენთვის ყველა მე მინდა აი თქვენ პატიება გთხოვთ იმისა რომ ასეთ სიმძიმეს
სახელმწიფო, იმიტომ რომ ეს სახელმწიფოს წარმოადგენდნენ ჩვენ და სამწუხაროდ. რომ აი თქვენი შვილიც კი რომ ფიქრობდა რომ ესენი სადღაცას აიყვანდნენ და ქვეყანას, როდესაც აი ამ ისტორიის გზაზე იყო ეს ყველაფერი, ხო? რა მივიღეთ ამ ყველაფრიდან გამომდინარე? და დღეს ნაცვლად იმისა, რომ აი თქვენ ან იოტისოდენა მაინც დაფიქრებული იყვნენ და ის მაინც ეთქვა, რომ თანამოზიარე ვარ, ჭირისუფალი ვარ, რაღაცა ძალა ეპოვნათ. არა, პირიქით მოდიან, შეტევაზე გადმოდიან. და ვიღაცებს გმირს ეძახიან. ხო. კვლელებს გმირს ეძახიან და თქვენს და თქვენ ოჯახს და თქვენ შვილს ეუნებიან რომ თურმე სახელმწიფოს უღალატა. გესმით რაზე არის საუბარი? ამიტომ კიდევ უფრო მეტად ამიტომ გთხოვთ ჩვენ პატიებას. ჩვენ ყველანი მოვალენი ვართ რომ თქვენ წინაშე რომ ეს გავაკეთოთ. და ასევე ჩვენ მოვალენი ვართ რომ აი ამ ყველაფერს საკადრისი პასუხი გავცეთ. ეს არის ჩვენი ვალი. მე ასევე მინდა ჩვენ საზოგადოებას უთხრა, ქართველ ხალხს უთხრა, რომ ერთხელ რაღაც აი ბოროტებასთან ბრძოლა რომ დავამარცხეთ და ამის შემდეგ ჩვენ თითქოს და ეს მოვეშვათ, მოვდუნდეთ და თქვათ რომ ეს აღარ იქნება, ესე არ არის მეგობარო. ჩვენ და სამწუხაროდ ასე ყოფილა თურმე. ამას ყოველდღიურად ჭირდება ბრძოლა. ყოველდღიური შრომა გჭირდება აი დღევანდელი დღე და ქალბატონი თამარი, ჭირისუფალი დედა. აი ეს ისტორია შეგვახსენებს ჩვენ რომ ყოველდღიურად ჭირდება აი ამ ყველაფერს ბრძოლა. რომ იმიტომ რომ ესენი ნაცვლად იმისა რომ გამოვიდნენ და თქვა რომ ჩვენ გვაპატიეთ, ან გაჩუმდნენ, ან დადუმდნენ, რაღაცა გააკეთონ. პირიქით შეურაცხყოფას აყენებენ დღენიადად ოჯახს. და სიმართლეს, რაც ყველაზე მთავარი არის. არავის არ უსურვება, აი მტერი რომ მტერი არის, იმას არ უსურვებ. რომ მის ოჯახში იყოს ჭირისუფალი დედა. ტრის ოჯახშიც არავის არ უსურვებ ამას. ჩვენ ყოველ დღე ვიმეორებთ რომ ღმერთმა დაგვიფაროს მათ პატარები ვიყოთ და არაკაცები ვიყოთ და ბოროტები ვიყოთ. მაგრამ გაიაზრეთ ერთი როგორ არის ეგ ამბავი. დედები ხო ყავთ, შვილები ხო ყავთ, ოჯახები ხო ყავთ, რაღაცა ხო ყავთ. და მართლა ბოლოს და ბოლოს რა უბედურება ეს ყველაფერი, ხო? ჩვენი ვალი არის, ჩვენი ვალია და ჩვენ ეს კარგად გვესმის. მე პირადად ძალიან კარგად მესმის და ამიტომ ვიძახი ხოლმე რომ და არა მარტო მე და ამიტომ ვარ ჩვენ უმრავლესობაში. იმიტომ რომ ქართველი ხალხი ღირსეული ხალხი ვართ. ჩვენ და სამწუხაროდ ყველგან გამოერევა ხოლმე თითოეულა პატარა კაცი და არაკაცი, მაგრამ ჩვენ ღირსეული ხალხი ვართ. ჩვენ არ უნდა დაუშვათ რომ აი აქამდე მივიდეთ და ჩვენ არ უნდა ვისმენდეთ აი ესეთ ტრაგედიებს. თქვენ ასეთი სიბერე არ უნდა გქონდეთ. არ უნდა იყოთ ამ დღეში. თქვენ უნდა თქვენი შვილით უნდა გაგეხარათ. და როგორც მინიმუმ თქვენ არ უნდა დაგჭირებოდათ ის რომ ჩემი შვილი მოღალატე კი არ არის, რამე კი არ დააშავა და სახელმწიფოს კი არ უღალატა. ამისთვის არ უნდა დაგჭირებოდათ ძალისხმევა და კარდაკარ ოთარანთქვრივი სიარული. და ამიტომ ეს როგორც ჩანს, იმიტომ რომ თქვენს ისტორიამდე ოთარანთქვრივი გაცილებით ადრე დაიწერა და როგორც ჩანს, აი ეს ჭია ჩვენს სადღაცას ყოველთვის ტრიალებს. და ჩვენ ამას გულდასმით უნდა ფესვიდანვე უნდა დაუწყოთ ამას ბრძოლა, როდესაც ეს გაჩნდება, იმიტომ რომ აი ასე დღეში არ მივიდნენ. მერე საქმე. მე კიდევ ერთხელ სამძიმარს გეტყვით და არ ვიცი, პატიებას გეტყვით და გთხოვთ იმისთვის, რომ თქვენი ოჯახი სახელმწიფომ ვერ დაიცვა. რა მნიშვნელობა აქვს ამას, ვინ იყო ამ დროს ხელისუფლებას? ჩვენ ხალხმა რაღაც ვერ გავაკეთეთ. ან რაღაც გავაკეთეთ ისეთი, რომ ის არაკაცები რომ მოვიდნენ ხელისუფლებაში, სადღაცას დაუშვით ეს ისტორიული შეცდომა. ეს არ უნდა დაუშვას ქართველმა ხალხმა. აი ამაშია საქმე. არ უნდა დაუშვათ ეს განმეორდეს. იმიტომ რომ ამათგან არაფერი არ იცვლება. არაფერი. ეს
ეს ადამიანები მომართული არიან ბოროტებისთვის. თქვენ ახსენეთ სააკაშვილმა რომ თქვა რომ გმირი არისო და კიდევ ერთხელ დამიხრიტეს და გამიუბედურეს ოჯახი, ღირსება და შვილი. ამან შეგვახა. და აი ამის პარალელურად, მოდით ყველაფერს თავის სახელით დავარქვათ, ხო? თუ ჩვენს ყველაფერს თავის სახელს არ დავარქმევთ, სიმპტომატურად აი ასე ალაგ-ალაგ. ჩვენ ვერასოდეს ვერ მივართ სიმართლემდე და ვერ უმკურნალებთ ყველაზე მთავარს. და ეს ყველაფერი არის ის რომ აი როდესაც აი ნახეთ მე მინდა უთხრა ყველას და ალბათ მედია გარეთ გვიყურებს. ნახეთ ქალბატონი თამარი როგორ გაუბედურებული დედა არის. და ეხლა ნახეთ იმ არაკაცის დედა არ უნდა იყოს ასე დღეში. რა თქმა უნდა შორს ვარ იმაზრისგან როგორ გეკადრებათ, მაგრამ როდესაც აი იმის დედა დადის და იძახის სხვადასხვა რაირი 1000 ის გაცხადებებით რომ თურმე დღეს იმას არ ჭამს, ამას არ ჭამს და ასე შემდეგ. როგორ შეიძლება ეს რომ გაიგიბოდა აი ასე მრუდად გაამრუდო ისტორია. და როდესაც ქილიკობენ ვიღაცები, აი ქართველობას გვართმევენ და რაღაცები, სწორედ ეს არის გამრუდება. აი, ნახეთ ქართველი დედა. ერთი არ დასდება რომ განაზოგადოს მისი შვილის კვლელები რომ ზოგადად გაბოროტდეს ყველაზე და ყველაფერზე. სახელმწიფოსთან მიმართებაში კონდეს პრეტენზია. ნახეთ როგორ ვაშკაცურად იქცევა. თქვენ მართლა არაკაცებო. ძალიან დიდი ბოდიში, არ ვიცი რამდენჯერ მიწევს ბოდიშის მოხდა აი ამ ემოციებისთვის, მაგრამ ვინმე თუ არ ვიცი სხვაგვარი რეაქცია გაქვთ აი ამ ქალბატონზე, არ ვიცი ალბათ მაშინ მე მქონია მაშინ პრობლემა, მაგრამ არ ამგონია რომ აი ამ ყველაფერს გულგრილად უსმენდეთ. არ მგონია რომ ეს ასე იყოს და ამის დაშვება არ შეიძლება. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, სიყვარულით უნდა ვმართოთ ეს ქვეყანა. მაგრამ ყველაფერს თავის სახელი უნდა დავარქვათ. როდესაც ვინმე გვიკიჟინებს რომ დიახ ვინმეს გვესწავლება ის რომ ჩვენ ნაბიჯები გადავდგით მართლაც ისტორიული იმისთვის რომ მოდით ამ ქვეყანას უშველოთ. ამის საპირისპიროდ ერთი იოტისოდენა განა ვინმეს ბოდიში ამ ქალბატონს შვილს გაუცოცხლებს. მაგრამ ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ ღირსებას მაინც ნუ შევეხებით, როდესაც ვეუბნებით რომ თქვენი შვილი რაღაცისთვის დავნაშავე იყო, შედალოცვილო, წარადგინე მარცვაჯვებს და დაიჭირე და ჩასვი ციხეში და გააგებინე ქვეყანას ეს როგორ არის, მაგრამ რატო უკლავ შვილს? და კიდევ უფრო მეტად რატო უკლავ ყველაფერ ღირსებას იმას რომ თურმე მოღალატე ყოფილა და არც აგებინებ ისე. გაეცით აბა ამ ქალბატონს პასუხი. ვისაც განსხვავებული აზრი გაქვთ, ვისაც სხვაგვარად გონიათ. რომ ეს ქვეყანა უნდა განვითარდეს თურმე სხვანაირად და სხვებით აი ამ კოლექტიური ნაციონალური მოძრაობით ყველანი დაეწყვეთ ეხლა აი იცით ქალბატონი თამარი მიდით და გაეცით პასუხი და არ გაინტერესებთ როგორ პასუხს მიიღებთ. გაიხარეთ. მადლობა ბატონო. დიდი მადლობა თქვენ. ქალბატონო თამარი გაიხარეთ. ბატონი ილია, ბატონი სოზარი და შემდეგ ქალბატონ თამარს დავემშვიდობებით. ქალბატონ თამარი. თან ძიმე ამ ყველაფრის მოსმენა და მეც ბატონ ალუნდას იმ ნარატივს უერთდები რომ ბოდიშ გიხდით რომ ამ ყველაფრის დღემდე ესე გახსენება გიწევთ თქვენს და ყველა იმ ადამიანს უწევს ამის სამძიმე ისტორიის მოსმენა. უმძიმესი ამ ყველაფრის კიდე ერთხელ გაანალიზება და მადლობა მინდა გადაგიხადოთ იმ ვაჟკაცობისთვის, იმ გამძლეობისთვის, რასაც თქვენ ამ პერიოდის განმავლობაში ებრძოდით და იმ დიდი მაგალითისთვის, ძალისთვის, როგორი მნიშვნელოვანია დედისთვის, კუთხისთვის, ოჯახისთვის. გაიხარეთ. ის რომ ცხოვრებაში სდი შვილს ამაყობ ამ ყველაფრით. ყველაფერს ჩადებ შიგნით და ყველა იმ წამით და წუთით იმედით უყურებ ამ ყველაფერს და ერთ წამში ვიღაცა ადამიანი უპასუხისმგებლო იღებს გადაწყვეტილებას და ამ ყველაფერს ხაზს უსვავს. არანაირი პასუხისმგებლობით, აი არა ადამიანური საქციელით და მე ჩემწილ ბოდიშს გიხდით თქვენ რომ დღეს გიწევთ კიდევ ერთხელ ამის ესე გახსენება. მადლობა თქვენ კუთხეს, მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც გვერდში დაგიდგათ, მიუხედავად იმ ხელა ტერორისა, მაინც გაბედა და ხიად თქვენ გვერდში გამოგიდგათ იმ ძიმე წუთებში. რა თქმა უნდა ის
გამოძიების შედეგები რაც დღეს გაქვთ ეს ძალიან იოტისოდენი არის იმ გულისტკივილის და ტკივილის საერთოდ რაც თქვენ მოგიწიათ გადაიტანეთ მაგრამ ეს არის იმედი იმისი რომ ეს ყველაფერი უნდა დამთავრდეს და მსგავსი ახლოსაც არ იყოს და არ განმეორდეს და ამ ყველაფერს იმის მიზანი აქვს რომ იცოდეს მომავალმა თაობამაც რომ არაფერი არ რჩება დაუსჯელი, არაფერი არ რჩება დაფარული და ყველაფერი როდესღაც იქნება ღია. მადლობა თქვენ კიდევ ერთხელ. მადლობა თქვენ. მადლობა ბატონო ილია ბატონი სოზარი და დავასრულებთ. უბრალოდ რაც თქმელი კი არაფერი ჩვენთან იყო ქალბატონი ციცინო შავაძე, როინ შავაძის ქვრივი მოკლული როინ შავაძეს. აი ერთ პერიოდში მოხდა სამივეს უმძიმესი დანაშაული. როინ შავაძე დახვრიტეს, მოიტაცეს, აწამეს, დახვრიტეს, დავით სინდელიანი მოიტაცეს, აწამეს, დახვრიტეს, პაატა კარდავა მოიტაცეს, აწამეს, დახვრიტეს. ორი ზღვაში გადააგდეს, მესამე ვერ გადააგდეს, იმიტომ რომ იქ ძალიან ბევრი ადამიანი ესწრებოდა ამ კვლელობას, როინ შავაძის კვლელობას და როგორც ჩანს გადაწყვეტეს, რომ ზღვაში გადააგდება არ იქნებოდა, რაღაც ძალიან ცუდად გამოჩნდებოდა. სამივეზე სცადეს ერთი და იგივე სიბინძურის დაბრალება, რასაც თქვენ მეორე კვლელობა უწოდეთ, რომ თითქოს ისინი იყვნენ მოღალატეები და სამივეზე დაადგინელია სასამართლოს მიერ, რომ მათ არანაირი ბრალი არ მიუძღოდათ ქვეყნის წინაშე, პირიქით სამივე ემსახურებოდა სამშობლოს და უბრალოდ რეჟიმმა გადაწყვიტა მათი მოცილება, მათი შეხედულებების გამო, მათი განსხვავებული აზრის გამო. როინ შავაძის შემთხვევაში ეს იყო, რომ მან არ მოსწონდა თუ როგორ წარიმართა აი ცხინვალის რეგიონში საბრძოლო მოქმედებები. დათოს შემთხვევაში ეს იყო, რომ რა ქვია, უკმაყოფილებას გამოხატავდა იმის გამო, რომ როგორ მოხდა კოდორის ხეობის ჩაბარება უბრძოლელად. უბრალოდ მე მინდა აქედან უთხრა მადლობა პაატა კარდავას შვილებს იმისთვის, რასაც ისინი იბრძოდნენ წლების განმავლობაში და რა ვიცი, თუ გადაწყვეტენ ისინი მოსვლას და იმ ტრაგედიაზე ილაპარაკონ, ასევე მე მგონი საზოგადოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. რა თქმა უნდა, თუ გადაწყვეტენ. ქალბატონო თამარ, ძალიან შეგაწუხეთ, მაგრამ ერთი კითხვა მაქვს და თან ვფიქრობდი დამესვა თუ არა რომ არ გადაგტვირთოთ. თქვენ ბრძანეთ რომ აი ბატონმა სოზარმა შეგვახსენა კოდორის გასროლის გარეშე რუსებისთვის ჩაბარების გამო, რაც სააკაშვილმა გააკეთა. თქვენი ვაჟი უკმაყოფილებას გამოთქვამდაო და თქვენ ბრძანეთ ასეთი რამ რომ კუდის თანამშრომელთან თქვაო რომ თქვენ მოგეთხოვებათ, როცა ამის დრო დადგება პასუხიო. როდის იყო ეს და სად იყო ეს ხო არ იცით? კი, ესენი ეს ყველაფერი ვიცი. დიახ, თუ შეიძლება. ტოვილებს დაყვებოდა და თბილისიდან ჩამოსული მაღალჩინოსნების ყოფილან და იქიდან აფხაზეთიდან გამოსული კუდის წარმომადგენლები. შეხვედრა ჰქონიათ ტოვილებთან და მაშინ იქ შეხლა შემოხლა ქონია ამას დაყვებოდა მაგათ და ტოვილებმა რო ვერ ილაპარაკეს ისე როგორც საჭირო იყო თვითონ ჩარევია ამ ამბავში. როდის ხდება ეს დაკავება? ხდება ომი ახალი დამთავრებული, ესე იგი დამთავრებულის არ იყო კოდორიდან რო გადმოვიდნენ უკვე ჩააბარეს კოდორი დაო. სანამ გაიტაცებენ ქუთაისში რამდენი 10 დღის მერე მოხდა მაგისი გატა. 10 დღით ადრე. დაახლოებით ასე. საბაბი ეს გახდა სახელმწიფო. ერთი კვირით 10 დღით ადრე. ხო და იქ ეს ჩვენ ყურამდე იმ საღამოს მოვიდა ერთ-ერთ ოჯახში ანსიანების სონია ანსიანი ხო ვიცით და იმათ ოჯახში ყოფილან ტოვილები და იმათ უთქვიათ ვინ არისო ეს ბიჭიო როგორ კარგად ლაპარაკობდაო დღესო იქო ჩვენ სასარგებლოდო ტოვილებისტი და ლოცავდა იმას. ეს გავიგეთ მარტო. მე ჟურნალი ალია იყო თუ გაზეთ ალიაში გაიბეჭდა რომ იქო ალბათ დათო შეხვდა კუდამოძუებულები რომ გამოვიდნენ და იმათ რომ საყვედური უთხრა ეს გაიჟღერა 2 თვის მერე და მე მაშინ დავკითხე სოფელში მცხოვრებები ყველა და იქ ამბულატორიაც ხო იყო პასიოლოგი რო გვაქვს იქ ლეილა მუშაობდა მაშინ თქვენ მამამ თქვენის მერე ექიმად და ეს გადასხმას უტარებდა თურმე ჩვენ ერთ მეზობელს
ხო და ეს ასე ახირებულად რო ლაპარაკობდა ამ კუდის თანამშრომლებთან და თბილისიდან ჩამოსულებთან, მაშინ იმ ქრისტიან ქალს ატი გარდაცვლილია ეს ექიმი, იმას უთქვია გადითო ეს ბიჭი გააჩუმებთო, თორე ამასო დაიჭერენო. აი ეს ამბავიც მოვიდა ჩვენთან. მერე ცოლ-ქმარი ავარიაში მოხვდნენ ისინი, იმათაც გაუვლიათ და იმათ უთქვიათ დათოსთვის, ხო იცითო როგორი საშიში მთავრობა არისო და პირისპირდები ამათო, თორე არაფერი არ გიქნანო. და პირდაპირ სიტყვებით ეს ყველაფერი ჩაუწერიათ. ყველაფერი ჩაუწერიათ და სურათიც გადაუღიათ და იმ საღამოს დარჩენილა შტაბიც ჰქონდათ კუდის თანამშრომელებსა იქ და ყველაფერი გაუგიათ ვინ იყო ეს ბიჭი როგორ აფასებდა ჩვენ ხევში ყველა იმის ცოდნას გამოს ზედმეტ ნასწავსაც აქედან ჟურნალისტები რო ჩამოდიოდნენ ხალხი გამოდიოდა სიტყვით და ზოგიერთი მოხუცი ამბობდა რომ ჩვენ სიმაში მახსოვრობაში ამაზე უკეთესი ჩვენ ხევში არ დაბადებულაო ყოველ მხრივ ყველა გაჭირვებულს მხარში ედგა ყოველთვის ბავშვობიდან დაწყებული და იმდენს მეც ადინობდა ჩვენს სოფელში წიგნი არ ქონდა დატოვებული ძალით უწყვეტით იმიდან რომ თავი არ დაევადებინა ესეთი ის იყო და ყველა პატივს სცემდა და ამიტომ და მე უფრო გავიგეთ რაც მოხდა როგორი ლაპარაკა როგორ ჩაეწერეს ყველაფერი ამ არჩევნებით სტარდებოდა იმ წელს და ეშინოდათ რომ მის მხარეზე არ გადაებირა ხალხი და არ წაეგოთ იქ არჩევნები გასაგებია ქალბატონო თამარ მადლობა თქვენ ასეთი შვილის აღზრდისთვის რა შემჩაპოლოს გაუბედურდი ჩემის თანაუბედური ახლა ქვეყანაზე აღარ მგონია არც იქნება ასე ტანჯული მაგრამ იმის მე სასაფლაოც გაუკეთეთ цаრიელი სასაფლაო მამაო ჩვენმა ახლობელმა იმისიც გაუკეთა და იქით ზაური აქით თვითონ შუაში ჩემი ადგილი დავტოვე მაგრამ იქაც არ მხდება მისი გვამი ამის კიდევ მეტად ტანჯული ვარ ასე ტანჯული წავალ ამ ქვეყნიდან ასე გამაუბედურეს ყოველ მხრივ გაუბედურდა ჩვენი ოჯახი მადლობას მოგახსენებ მადლობა თქვენ და ბოდის ვიხდი ასეთი ჩემი გაუსაძლის სიმწარე რომ მოგახვიეთ რას ბრძანებთ მადლობა მომბრძანებისთვის ჩვენ კომისიის დასკვნაში უკვე იკვეთება რომ შეგვიძლია ფაქტებზე დაფუძნებით ვთქვათ რომ ნებისმიერ ადამიანს განსაკუთრებით იმ დროს როცა აგვისტოს ომი უკვე მომხდარი იყო როგორც კი დააფიქსირებდა ესა თუ ის პირი მით უმეტეს განათლებული მით უმეტეს სამხედრო საქმის მცოდნე განსხვავებულ აზრს ომთან დაკავშირებით ან უბრალოდ განსხვავებულ აზრს მას შერაცხავდნენ ჯაშუშად მოღალატედ თუ ეს იყო სამოქალაქო აქტივისტი რუსის მონად და ან კლავდნენ და ზღვაში აგდებდნენ ან დააკავებდნენ და ციხეში წამებით კლავდნენ როგორც ეს გააკეთეს სერგო თეთრაძის შემთხვევაში თბილისში რამდენიმე წლის შემდეგ მას მერე რაც თქვენი ვაჟი მოკლეს და არინდობდნენ არავინ ვინც გაბედავდა და განსხვავებულ აზრს გამოხატავდა ეს ნამდვილად არის თვალსაჩინო განსხვავება და დასკვნაში ის სავარაუდოდ უკვე ვფიქრობთ მოხდება რომ ისინი არ იცვლებიან ეს ბატონმა ალუდამაც ეს აზრი გაატარა რომ იცვლებოდეს ადამიანი და აფასებდეს თავის წარსულ საქმიანობას ისე როგორც ამას საზოგადოება აფასებს ანუ უარყოფითად ის თავად მიიღებდა გადაწყვეტილებას პოლიტიკიდან წასვლის შესახებ ის თავად მოიხდიდა ბოდიშს და ის არ იტყოდა უკრაინიდან უტიფრად და უსინდისოდ რომ რომან შამათავა რომელმაც ნავში მოკლა პაარტა ქარდავა დავით ცინდელიანი მოაბა სიმძიმე და ზღვაშიც ჩაძირა ასეთი ადამიანი გმირიაო რა კი ამას თავად ვერ ახერხებენ მაშინ ჩვენ უნდა დავეხმაროთ იმაში რომ ისინი აღარ იყონ პოლიტიკაში აი ამისთვის ვართ ქართული ოცნების მიერ ეს კომისია შექმნილი და იმედი მაქვს რომ ამ საქმეს შევძლებთ რომ თავი დავადგათ მადლობა თქვენ იმისთვის რომ ასეთი არ არის წესი მაგრამ აქ ეს წესი უნდა დავარღვიოთ გაგაცილოთ 2 წუთი გამოვაცხადებთ ტექნიკურ შემსვენებას და შემდეგ გიორგი ჭოლაძე შემოგბრძანდება დარბაზში ქალბატონ ლალის დიდი მადლობა გულშემატკივრობისთვის ასევე უნდა ითქვას რომ ქალბატონმა თამარმა
ექიმი ახლა თან, რომელიც მოსაცდელში გელოდებათ. მადლობა.